რატომ არ დაესწრო ლევან იზორია ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას? თბილისში საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ელჩი ეხმაურება. რა გარემოებებზე საუბრობს დიპლომატი, ამას ქეთი ქარდავა გვეტყვის. საქართველოს ელჩს ალექსანდრე მაისურაძეს ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრეთ. დიპლომატია ამბობს, რომ სურვილი და ინიციატივა არის ერთი განზომილება, მეორე არის ნატოს წესები, პროცედურები და გადაწყვეტილებები. საქართველოს არის ორგანიზაციის პასუხისმგებლიანი ასპირანტის სახელმწიფო, რომლის თავსებადია ნატოს გადაწყვეტილებებთან. არც ერთი სხვა არაწევრი სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში მინისტერიალის დროს არ იმყოფებოდა. მისიაში ამბობენ, რომ ბრიუსელსა და თბილისს შორის თავდაცვის უწყებებს შორის და ყველა დონეზე აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს და არაერთი მაღალი დონის შეხვედრაც გამართულა და გაიმართება მომავალშიც. ჩვენ ასევე ვკითხეთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამ თემაზე კომენტარები კეთდებოდა ვარშავის სამიტამდეც. ქართულ მხარეს საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები ნატო პარტნიორებთან გადაგზავნილი ჰქონდა ბრიუსელში სამიტამდე. სამიტზე მოხდა წევრ სახელმწიფოებსა და ასპირანტ სახელმწიფოებს შორის განხილვა ამ თემის და ისინი მაშინ შეთანხმდნენ, რომ მინისტერიალზე, პირველივე მინისტერიალზე სამიტის შემდეგ უფრო ფართო მსჯელობა გაიმართებოდა და უკვე წევრი სახელმწიფოები შეთანხმდებოდნენ შემდეგ ნაბიჯებზე. ჩვენ მკითხვით მივმართეთ ასევე ჯეიმს აბატურაის მინისტერიალამდე. გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა გვითხრა, რომ მინისტერიალის დროს ბრიუსელში არ შედგებოდა შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ვინაიდან არ იყო დაგეგმილი ნატო-საქართველოს კომისია და ამის ერთ-ერთ მიზეზად ჯეიმს აბატურაიმ დაასახელა ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი, რომელიც ახლახანს შედგა საქართველოში. ეს იყო მინისტერიალი, რომლის დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრული იყო წინასწარ და ეს იყო განსაზღვრული საკითხები, რომლებიც შეეხებოდა ალიანსის თავდაცვის უნარიანობას პირველ რიგში. აქედან გამომდინარე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ყოფილიყო კაცრად ალიანსის წევრი სახელმწიფოების ფორმატში და შესაბამისად არც ერთი ასპირანტი და პარტნიორი სახელმწიფო არ ღებულობდა მინისტერიალის მუშაობაში მონაწილეობას. რაც შეეხება თემებს, როგორც უკვე ვისაუბრეთ, თემები არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს არის ძალიან აქტიურად ჩართული შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე სტრატეგიულ დისკუსიებში. ამას გარდა მოგეხსენებათ, რომ ალიანსთან მიმართებაში ჩვენი დღის წესრიგი ძალიან აქტიურია. ორი დღის განმავლობაში საუბარი მინისტერიალის მიმდინარეობისას იყო ძირითადად რუსეთთან ურთიერთობაზე, ასევე ორგანიზაციის გეგმებზე, თუ როგორ გააძლიერონ ნატოს წარმომადგენლობა აღმოსავლეთ ნაწილში და დაიცვან მოსალოდნელი საფრთხისგან, რუსეთიდან მომავალი საფრთხისგან ნატოს წევრი სახელმწიფოები. ასევე მთავარი თემა იყო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება. მის შეთანხმდნენ მინისტრები, რომ მსჯელობას გააგრძელებენ თებერვალში. ეს კეთი ქარდავა იყო.